ვინ ამარაგებს გიორგი კანდელაკს ვერბალური ინსტრუქციებით? ამით დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა. მიზეზი მარტივია. მას კანდელაკის გამონათქვამების გამო საერთაშორისო არენაზე თავის მართლება უწევს. როგორც უსუფაშვილმა უტრირებულად აღნიშნა, კანდელაკი საერთაშორისო მეგობრებს უსტარებს, ყველა ცოცხალ და მკვდარ ენაზე უგზავნის. პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ ნაციონალების კრიტიკით არ დაკმაყოფილებულა და თვით კრიტიკასაც შეუდგა. მან კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით ოცნების წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა და განაცხადა, რომ რეალობა დაპირებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. რატომ ვერ არ გამოიყო უშიშროების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და რატომ გაწყდა ხაზი იუსტიციის მინისტრსა და პროკურატურას შორის? ნათია ორველაშვილი გაგვაცნობს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოსაზრებას სხვა ინსტიტუტების შესახებ. კითხვა რა ხდება? ვინ ამარაგებს ბატონ კანდელაკს მისთვის სასურველი ფრაზეოლოგიით და ჩანაწერი? კითხვები პარლამენტის თავმჯდომარეს პროკურატურასთან აქვს. დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს ამონარიდი წაუკითხა სასამართლოს იმ განჩინებიდან, სადაც პროკურატურა გიგი უგულავას ერთ-ერთი პროცესის გადადების მიზეზს განმარტავს. გამოძიება ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების დაკითხვაა საჭირო, რაზეც პარლამენტთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. მერე ჩვენი პატივცემული კოლეგა გიორგი კანდელაკი ამ ფრაზას თარგმნის მსოფლიოს ყველა ცოცხალ და არაცოცხალ ენაზე და აგზავნის ყველგან. და ჩავდივართ მერე და გავარი პირდაღებული, როცა მეუბნებიან, რომ რა დიალოგი მიდის ბატონო პარლამენტის თავმჯდომარემ თქვენთან, მათი დაკითხვის თუ წარმოდგენის თუ ნებართვის გაცემის თუ აქტიურ დიალოგშია შემოსული პროკურორი თურმე ჩვენთან. და მე ვლაპარაკობთ, რომ არა ბატონო, რა პოლიტიზირება, რის პოლიტიზირება. კრიტიკის ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარეს არ გამოხმაურებია. დავით უსუფაშვილმა კრიტიკა არც კოალიციის მისამართით დაიშურა. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა შეახსენა. რას თავაზობდით ჩვენ საზოგადოებას? რატომ მოგვწევს ჩვენ ხმა? აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტრო, აუცილებელია პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა. ჩვენ ვევთქვით, რომ ის რაც შექმნეს ამ ხალხმა და რითაც დააქციეს ეს ქვეყანა, ის სისტემურად უნდა შეგვეცვალა. რატომ ვერ არ შეასრულა დაპირება ოცნებამ? ამ კითხვაზე ოპოზიციას და უმრავლესობას განსხვავებული პასუხი აქვს. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და გადმოგვარდა სისტემა, იმდენად არეულდარეული იყო და იმდენი შიდა პრობლემები არსებობდა, რომ იმ მომენტისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება ფაქტობრივად სერიოზულ დამატებით რისკებს და პრობლემებს წარმოქმნიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად დავუბრუნდებით უახლოეს ხანებში. ჩვენ დროს თუ ამ სტრუქტურას ჰქონდა ძალიან დიდი ძალა, ამის მიზეზი და მიზანი იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და უცხოეთის სპეცსამსახურებთან დაპირისპირება, კერძოდ რუსეთის. დღეს ეს ძალა გამოყენებული არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია გეგმავს თუ არა ხელისუფლება თუნდაც ორწლიანი დაყოვნების შემდეგ წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას. იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი უწყების რეფორმა მართლაც განხორციელდა, სისტემას უშიშროების სამსახურები უნდა გამოეყოს, უწყებას საშინაო საქმეთა სამინისტროდ გარდაიქმნას და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდეს.